მერაბი გამარჯობა, აბა როგორ ხართ? მოკლედ ეხლა ვითარებას გაჩვენებ რა ხდება სახურავზე. ეს ხო დავშალეთ რა, აქ ხო მიწა იყო ამ ოთახში. ეს მიწა ზემოდან გადავხვეტეთ, ვედრებით ვყრით მაღალ დაბლა. დანარჩენაგავი ყველაფერი ჩავყარეთ. აქაც ესე არის. ისიც გავასუფთავეთ. და დაგვრჩა ეს, ამასაც ვასუფთავებთ რა, ეს ვედრებით ვყრით დაბლა. ხო და ეს ორი პრალიოტიღა დარჩა რა, მიწა ამოსაღები და ამ მიწას რო ვიღებთ და ვედრებით მიგვაქვს, ვყრით მანქანაში. აქ ყავს მანქანა დაყენებული რა და ეს მანქანა თითქმის არის სავსე. ამას მეორე რეისი კიდე დასჭირდება. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება არ იყოს რა ერთი წაგებით და არ ვიცი ეხლა ამ ქვებს რაც შეეხება ქვების ამოღებას, ხო? რავი, ამოღებით კი ამოვიღებთ, მაგრამ ჩემი აზრი პირადად, ჩემი აზრი მერაბი არის, რომ თუ ქვები ეხლა უნდა ამოვიღოთ, უпростоრეთ აქედან დავიწყოთ. მაშინ სანამ ამ კოჭებს დავჭრი, ჩავყრით, ხო? მაშინ მანამდე უნდა დავანგრიოთ. და იმიტომ რომ მე ვეღარ დავდგებით. დასანგრევად იქნება რთულია, გაჭედილი რო არის ცოტა, ანუ ამ კოჭებს შუაში რო გაჭედილია, ცოტა რთულად ინგრევა რა. აი ესე დავანგრიეთ და აი ამ დონეზე უწევს დაშლა რა. ერთი ძალიან საჩვენებლად გავაკეთე. ჩემი პირადი აზრი სიმართლე რომ გითხრა, არის ესე. რომ ეხლა ამ ნაგავსაც რო ამოვიღებთ ამ ორცას. ეს კოჭები ისეთი მძიმე კოჭებია და ისეთი მსხვილებია მერაბი, რომ ამას ჩვენ ხელით თლიანებს ვერ ავიღებთ და ვერ ჩავყრით დაბლა. ესენი ესე შუაზე უნდა გადავჭრათ დრუჟბით. ესე უნდა გადაიჭრას და ამე უпростоრეთ ამებს ამოვიღებთ და მე ამ კოჭებს გადავჭრით ესე შუაზე რა, თუ ჩანს ეხლა ამ ვიდეოში კარგად და ისე უნდა ჩავყაროთ დაბლა. და რა ვიცი, მე ხარაჩოები რო აიწყება, იქება მაგ ბიჭებმა უფრო ადვილად დაანგრიონ ეს ქვები. ვიდრე ეხლა ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალოთ და უფრო ცუდი შედეგი დავდოთ. ხო და დანარჩენება გადაწყვიტე შენ, როგორ გავაკეთოთ და ისევ ქნათ რა. აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს, ყველაფერი ჩავხსენით, დენებიც ის ვიყავი. ვინუშდენი ვიყავი, რომ ჩამეჭრა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდით საერთოდ და ჩავჭერი, ესენი ისეთ მდგომარეობაში იყო, მაინც დასაჭრელები იყო. კალონკაც ჩაგიხსენით. მაგრამ აქ დაკეტილია, დაბლიდან არის გადასაკეტი რა. ხო და ესეთი ვითარება არის ამ წუთას ამ ობიექტს. ხო და კარგად ნახე ვიდეოში, თუ რამეს ვერ გაიგებ, შეგიძლია დამირეკო და მითხრა რა. ესეთი მდგომარეობაა. ხო, ხედებს კიდე რაც შეეხება, ეგე ყველაფერი ჩანს რა. აი ხლა აივანთან მივალ, სადაც აივანი უნდა იყოს და აი ეს აივნის ადგილზე რო ვდგებით, სადავართ მოიცადე. ой, აქ აივანი გვაქვს, აივნის თავზე ვდგება. ესეთი ხედი გვაქვს ეკლესია და კენაცვალე სილამაზე გვეხსნება.